for the years, sing for the laughter, sing for the tears. Sing with me just for today. Maybe tomorrow the good Lord will take you away. Sing with me, sing for the year, sing for the laughter, sing for the tears. Sing with me just for today. Maybe tomorrow the good Lord will take you away. Dream on, dream on, dream on. Dream yourself a dreams come true. Dream on, dream on, dream on. Dream until the dreams come true. Dream on, dream on, dream on, dream on, dream on. Sing with me, sing for the years, sing for the laughter, sing for the tears. Sing with me just for today. Maybe tomorrow the good Lord will take you away. Sing with me, sing for the years, sing for the laughter, sing for the tears. Sing with me just for today. Maybe tomorrow the good Lord will take you away. მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახლა ძალიან ისიამოვნეთ იმ ცოცხალი შესრულებით, დიახ, ცოცხალი შესრულებით, რომელსაც FM 105-სა და 9-ზე ისმენდით, არტისტული ოთხშაბათის ალვე ბაკურაძესთან ერთად და აი ამ ცოცხალი შესრულებით, სწორედაც რომ დაიწყო და მე უკვე სტუმრებთან ერთად ვარ ეთერში, თქვენ ახლა ისმენდით პროექტ Geofolk ტურის მიერ შესრულებულ კომპოზიციას Dream On, ასე ქვია, აეროსმითის რეპერტუარიდან და შემდეგ რაც მოხდა თქვენ მაყურებმა მოისმინა ეს და იმედია რომ გიყურებთ კიდეც Facebook გვერდზე, პორტალებზე იმედიჯი, მაივიდეოჯი და მაგთის 53 არხზე. და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრ ამას გაიგებთ, შეიმეცნებთ და ისიამოვნებთ ცოცხალი შესრულებით და იმ ადამიანების მონათხრობით, რომელიც დღეს სტუდიაში გვყავს. მაშასე, როგორც უკვე გითხარით, პროექტი Geofolk ტური და მასთან არსებული Geofolk ბენდი გვყავს სტუმრად, თუმცა არასრული შემოდგენლობით, მაგრამ სხვანაირად გადათამაშებული, რადგან კრეატიული დირექტორის გვყავს, არა მარტო შემსრულებლები, დავით დვალაძე, დამფუძნებელი აი ამ ბენდი პროექტისა, ბეჟან წინწალაშვილი, გიგა ჩხაპელია და თამარ ხუტუაშვილი პროექტის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, როგორც გითხარით, ასევე დავით კოლელიშვილი, სოლისტი და პირველი ხმა, რომელსაც ისმენდით თქვენ და მოგესალმებით. ჩვენ შეგვიძლია ერთი მიკროფონი გავიზიაროთ, როდესაც რაიმეს მოთხრობის სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ესე შემეხოთ. მოკლედ ძალიან მიხარია თქვენი ყოფნა, იმიტომ რომ არის ძალიან საინტერესო პროექტი, არის ძალიან ნოვატორული მიდგომა მუსიკასთან, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრი რამე მოსინჯო, ბევრი რაღაცა კოლაბორაცია კი არა, რა ქვია, კოლაბორაცია არ მინდა ვახსენო, სინთეზი, ხო, რაღაც ბევრი რაღაცები მოსინჯო მოკლედ და აკეთო ექსპერიმენტები მუსიკაში, მაგრამ ის მიდგომა, რომელიც და ის ხრიკი, რომელიც თქვენ გაქვთ და მოძებნეთ მარკეტინგული ხრიკი, კარგი გაგებით ბუნებრივია, ძალიან კარგად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს და იზიდავს ბევრ ვიზიტორს, სტუმარს და მოკლედ აცნობს კარგად ჩვენს კულტურას. რაც მგონია, რომ ყველა ადამიანის დანიშნულებაა და მით უმეტეს ის ადამიანები, რომლებიც კულტურაში და ხელოვნებაში მოღვაწეობენ, ამ ფორმით რო აცნობენ საქართველოს, ეს ძალიან კარგი საქმეა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. პროექტები ბევრია, თვითონ ეს პროექტიც უკვე, რომელზეც რაღაც ნაწილობრივ დაახლოებით ჩვენს მსმენელს შეუქმენი აზრი, თუმცა სასაუბრო ძალიან ბევრია. საიდან
მიღებს სტარტს, ვისი იდეა იყო? მოდი აქედან დავიწყოთ. პროექტის დანიშნულებას კი გავუსვით ხაზი, მაგრამ თქვენი მონათხრობი ალბათ უფრო სრულფასოვანი იქნება, სწორედ მინდა რომ მივაწოდოთ კარგად ჩვენს მსმენელებს. დიდი მადლობა სალომე ასეთი წარდგენისთვის. ნამდვილად ძალიან მიამაყება რომ ამ ბიჭების გვერდით ვარ ასე ვთქვათ კრეატიულ სტატუსში, რომ ასეთი ნიჭის ზეიმი როდესაც არის, შენს გინდა რომ რაღაც საინტერესოდ წარმოაჩინო ეს ყველაფერი მსმენელისთვის და რა თქმა უნდა უცხოელის წინაშე, რადგან მე ვფიქრობ რომ ჩვენი პროექტის უპირველესი მისია არის გავაცნოთ ქართული კულტურა, ქართული მრავალხმიანობა და საქართველო, როგორც ასეთი, უცხოელებს აი ამ მუსიკალური ხიდების აშენების გზით. ჩვენ ესეთი ჰეშტეგიც კი მოვიფიქრეთ თავის დროზე, we build bridges among cultures, ანუ ჩვენ ვაშენებთ ამ ხიდებს კულტურებს შორის, რადგან ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის კულტურების მიმართ რფობა ჩვენ მიგვაჩნია რომ არის ის ერთადერთი გზა, რომელიც სამყაროში შეინარჩუნებს აი იმ სიყვარულს, განვითარებას, ხელს შეუწყობს ყველაფერს კარგს, რაც კი არის. ეს საერთო ენა, რომელსაც არ ჭირდება ერთმანეთის ენაზე საუბარი, ამას მუსიკა ახერხებს. ჩვენი შემოქმედების ისტორიაში ჩვენ არაერთხელ დავწმუნდით, რომ საერთოდაც არ გვჭირდებოდა ერთ ენაზე საუბარი, როდესაც იყო მუსიკა, საერთოდ არ სჭირდებოდათ არც ჩინელებს, არც ყაზახებს, არც იაპონელებს, არც უკრაინელებს, არც ფრანგებს და ასე შემდეგ ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოთვალო ჩვენი სტუმარი, რომელი ქვეყნებიდან იყვნენ. საერთოდ არ სჭირდებოდათ იმისი გაგება თუ რა სიტყვებს ვამბობდით ქართულად, მაშინ როდესაც ქართული მელოდია და მუსიკა მათ გულებამდე აღწევდა და ცრემლებიც ყოფილა, სიცილიც ყოფილა ყველაფერი და რაც მთავარია, გაოცება, ახთოვანება, რაც მთავარია, უპირობოდ შეყვარებულები რჩებოდნენ ქართულ კულტურაზე და საქართველოზე, რა თქმა უნდა. პროექტი დაიწყო დავით დვალაძის, ასე ვთქვათ, სამოყვარულო შემოქმედებით და მისი მეგობრების თანადგომით. სათითაო მეგობარი, ვინც კი მის გვერდით ყოფილა, ფაქტიურად მომღერალი, ვინც კი იყო, ყველა ასე თუ ისე ჩაერთო ამ პროექტში, რადგან ძალიან დიდი კრეატივი და ძალიან დიდი სიყვარული დავს ამ ყველაფერში. ნამდვილად. დავით, ორი სიტყვით თუ მოგვიყვები? მე მხოლოდ შემიძლია მაგ დავამატო, რომ ეს მოხდა რაჭაში 2011 წელს, როდესაც ჩემს სოფელში ვიყავი და ჩვენი სტუმრები იყვნენ ჩამოსულები ისრაელიდან, ჩვენი ახლობლებიც მათ შორის და როგორც ხდება ხოლმე ქართულ რეალობაში, ესე ყველა სუფრას ახლავს თავისი მრავალხმიანობა და ყველა სუფრას არ ახლავს სასურველი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აი მომღერლების ხო შემთხვევაში და ფოლკლორისტების კერძოდ და ესე მოხდა რომ ამ ჩვენ სტუმრებს ისრაელიდან გაუჩნდათ ესეთი ლოგიკური კითხვა. მათთვის ეს ყველაფერი ხო საუცხოა, რომ რატო არ აკეთებთ ამით თუ რაღაცა ტურებს, აი მაგალითად დაარქვათ ამ ყველაფრის ფოლკლორული ტურიო, აი მაგალითად თუ ჯეოფოლკლორიო და სწორედ აქედან წამოვიდა ეს სრულებული ექსპრომტად ებრაული სიმღერა ქართულ ხმებში ექსპრომტად გაშენი, რომელმაც რა თქმა უნდა მოახდინა სრული შოკი და ახთოვანება. აი ეს მინდა რომ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს კარგად განუმარტო, რომ თქვენ აკეთებთ ამ სინთეზს სწორედ მათი ფოლკლორისა და ქართული ფოლკლორის ნაზავს, რომელიც ერთგვარ პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს იმისთვის, რომ დააინტერესოს შემდეგ ჩვენი ფოლკლორი, ზუსტად იმ სამიზნე აუდიტორიას. გასული 10 წელია ტურიზმში ვმუშაობ და ხშირად ყოფილა ისეთ შემთხვევები, როდესაც რომ ვუხსნით, რომ აი ჩვენი ქართული მრავალხმიანობა არის ძალიან გამორჩეული, მაგრამ ხშირად მათთვის, განსაკუთრებით კი ესეთი ადამიანებისთვის, ვისაც მუსიკასთან შეხება არ ქონია, ძალიან რთული აღიქვა ესეთი მრავალკომპონენტიანი ჰარმონია და მელოდია. შესაბამისად იდეა გაჩნდა ისეთი, რომ მოდით მათივე მელოდია, მათთვის ცნობილი ტექსტი. ქართულ ხმებში გავშალოთ. ძალიან მარტივი ხდება მაშინ იმის ახლა თუ რა არის პოლიფონია. ეგრევე რატომ არის გამორჩეული? ჩვენ მაგალითად იგივე ახლა რაც მოისმინეთ Dream On-ის ბოლოში, ეს ამას ვეძახით ქართულ ჯაზს. იცით რა, ამ სიმღერას თავისი უდიდესი წარმატება უკვე აქვს და რატომ არ ვთქვათ? შეგვიძლია რომ ვთქვათ, კი, მართლა ჩვენთვის ძალიან საამაყო არის, როდესაც ეს კავერი გავაკეთეთ.
ეს იყო 100%-იანი ჩვენი მონდომებით და ასე ვთქვათ ჩვენი რესურსებით თვითონ Aerosmith-ის გვერდმა 16 მილიონმა გვერდმა გადააზიარა ეს ჩვენი გაკეთებული ქავერი Facebook-ზე და თვით ანუ პირადმა მრჩეველმა Steven Tyler-ის მენეჯერმა მოგწერა და დაგვპატიჟა კონცერტზე. ნუ გარკვეული მიზეზების გამო სცენაზე გამოსვლა ვერ მოხერხდა, მაგრამ კულისებში ძალიან დიდი ჩახუტება და სიმღერაც ხდებოდა ეს ყველაფერი ჩვენს სოციალებში. ნამდვილად საამაყო არის ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის, რადგან ეს კიდევ ერთხელ იმისი დასტურია, რაოდენ დიდი აქვს პოტენციალი ჩვენს მუსიკას დღემდე. განვითარებას აი კი, როდეიდან მოყვება ეს ჟანრი და რომ ამას აქვს მომავალი. იგივე მაგალითად ამ სინთეზით პოპულარული და როკ მუსიკის ანუ კომპოზიციების გადამღერება და რა თქმა უნდა ფოლკი. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ საიდან მოვდივართ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს სინთეზი გვეხმარება იმაში, რომ ახალი თაობები ამით დავაინტერესოთ და რაღაც ახალი შევქმნათ, იმიტომ რომ ყველაფერი ახალი ხშირად კარგად დავიწყებული ძველი არის. და აქ მე მხოლოდ ერთ მომენტს დავამატებ, რომ თვითონ ეს ასე რომ ვთქვათ, ეს ტენდენცია რომ ქართულების მიერ უცხოური სიმღერების გადამღერება და ქართული მუსიკალური ელემენტებით შერწყმა და ეს სინთეზი ახალი არ არის. თავისთავად. საკმარისია რომ მოვიყვანოთ მაგალითი როგორიც არის სიტყვაზე ანსამბლი ორერა. დიახ. ნუ პირადად ჩემთვის იყვნენ და დარჩებიან სამაგალითონი ხო აი ესე იგი აი როგორ ახერხებდნენ იმიტომ რომ ფაქტი როცა იგი მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ერების ყველა ცნობილი სიმღერები ქონათ გადამღერებული და გადააზრებული ესე ქართულად არა მარტო იქ ინგლისურენოვანი სიმღერებიც იყო უამრავი და აი შეიძლება ითქვას რომ ჩვენც აი ამ გზას მივყვებით იმიტომ რომ მადლობა ღმერთს ჩვენს ქვეყანაში უამრავი სხვა ჩვენზე არათუ აი ესე ვიტყოდი რომ ბევრად უფრო ძლიერიც კი არსებობს კოლექტივი კერძოდ ფოლკლორული ვსაუბრობ და ესენ ჩვენი კოლეგები არიან და მე ძალიან მეამაყება არ შემოვთვლი ხა მე კონკრეტულ ანსამბლებს არავის არ ეწინოს ხო ვინმე რო არ გამომჩეს და მადლობა ღმერთს არიან ეს ადამიანები და ისინი უდიდეს მისიას ასრულებენ როდესაც ჩვენს არქაულ განსაკუთრებულ ფოლკლორს ასრულებენ ამიტომ ჩვენ კლასიკურად და ისე როგორც უნდა და კარგია ეს ყველაფერი ასე რომ ჩვენ ესე რომ ეს პროექტი რო დავიწყეთ მიზნად ავიღეთ ეს გეზი რომ მოდით აქცენტი გავაკეთოთ უცხოურ სიმღერებზე აი ქართული მუსიკალური ელემენტებით ამ ხრივ ესე იგი არავისთან არ შევედით არც კონკურენციაში თქვენი ნიშა დაიჭირეთ და იპოვეთ რა თქმა უნდა აი მივყვებით ამ იმას და მე ვფიქრობ რომ აი რაღაცა პატარა ესეთი ეს პატარა აგურიც ჩვენს დავდეთ აი იმ დიალ საქმეში რასაც ქვია ქართული ზოგადად კულტურის პოპულარიზაცია რომ მით უმეტეს თქვენ რაღაცა სხვა არხი გაჭერით და უფრო მეტი სიახლოვე იგრძნობა არა გაქვთ მოკლედ გასტროლები და მიწვევები აზიის მხარეს და ეს ძალიან დასაფასებელია იმიტომ რომ აზია დასაპყრობი გვაქვს ევროპა ჯერ ვერ მოვილიეთ ბოლომდე მაგრამ ნუ ეს კიდე უფრო ასე ვთქვათ რაღაცა მგონია რომ დიდი სპექტრია კიდე ასათვისებელი ხო არს ჯობს რომ კიდევ ერთი კომპოზიციით ჩვენი მსმენელების პატარა წინასიტყვა რომ აუცილებელია წინასიტყვა ნამდვილად აზია ძალიან საინტერესოა და რადგან ჩვენი პროექტი კიდე გვექნება დაუბრუნდებით უბრალოდ პატარა ისტორია მინდა ეს სიმღერა რომელიც ახლა გაჟღერდება არის ჩინური ესე იგი სატრფიალო სიმღერა ძალიან ძველი და ეს სიმღერა აგვარჩევინა ადამიანმა რომელიც ტურისტულად იყო საქართველოში ჩამოსული შემთხვევით ნახა Dream On რომელიც წეღან გაჟღერდა გაგიჟდა გადაირია და ძალიან მოუნდა ჩვენი გაცნობა სადაც რა როგორც ყველა ხშირად ხდება ხოლმე შემთხვევით აღმოჩნდა მის ნაცნობობაში ადამიანი რომელიც ჩვენ გვიცნობდა და ვუკავშირდით ერთმანეთს ესე იგი დაგვაკავშირა ერთმანეთს შევხვდით ეს იყო ესე იგი პირველივე დანახვიდან სიყვარული ჩოუდი აღნიშნავთ ცალკე ეს არის ადამიანი რომელმაც ძალიან დიდი ძალისხმევა იხმარა იმისთვის რომ ქართული მრავალხმიანობა გაჟღერებულიყო ჩინეთში ჯერ ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში შენჟენში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული ტური ქონდა ახლა აგვისტოში
ფაქტიურად მსხვილ ქალაქებში, საოცარ სუჯოში, პეკინის უდიდეს და ყველაზე ნომერ 1 დარბაზში. ამაზე კიდე შეიძლება აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ და ბიჭების აზრიც მაინტერესებს. ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ თვითონაც გახდა მუსიკოსი. ვაუ. შექმნა ბენდი არაფრიდან ესე უცებ თუ უბრალოდ მელომანი იყო და ოდესღაც მუსიკოსი, მაგრამ დღემდე ახსენებს, რომ ჯეოფოლკი გახდა მისთვის შთაგონების წყარო. ქართული მუსიკა არის მისთვის ერთ-ერთი, რა ვიცი, უსაყვარლესი რამ და დღეს უკვე თვითონ ქმნის ქავერებს, თვითონ წერს მუსიკას და არის ძალიან ლამაზად ჩამოყალიბებული მუსიკოსი და ამ სიმღერის კლიპშიც თვითონაც იღებს მონაწილეობას. და ფოტოშორის ის ზახსენე თამარ რომ ის ჰონკონგში ახლა სწავლობს დოქტორანტურაში ხო? დოქტორანტურაზე ჩააბარა და სწავლობს ეთნომუსიკოლოგიას ქართული მუსიკის ინსპირაციით. ხო, და უნდა დაიცვას ესე იგი და დაგიფყრიათ ასიაც. და მე ფიქრობ ესეც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რა შეუძლია მუსიკას. მუსიკის ძალა ნამდვილად. ესე იგი ახლა ჩინურ მოტივებზე, ჩინური ფოლკი, ჩინური ფაქტიურად. ჩინურ საფრთხილოს ისმენს რადიოს. მე კიდე უძახი. ჩინურად ისა ტანო-ტატანო, ასეთ თემა ხო. მაგ ჟანრში ვარ კი. ესე იგი არ მეგონა თუ ჩინურ მუსიკასაც შეეძლო ჩემი გულის აცგერება. არ მეგონა ეს რაღაცა ისე არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ეს ჟღერადობა და ეს პოლიფონია არის ის, რომელიც ქართველებს არაფერი არ გვიკვირს, იმდენად მრავალფეროვანი ფესვები გვაქვს ფოლკლორული, მაგრამ თქვენს მიერ შესრულებული ჩინური სატრფიალოც კი ისე ჟღერს, რომ ქართულს აუჩუყებს გულს. არა მელოდიური მართლაც ჩინელებს საოცარი რეაქცია აქვთ. ხშირად ამბობენ, რომ აზიიდან, ესე იგი, აზიის ხალხი არ არის იმდენად ემოციური, არ გამოხატავს ემოციას თავისი კულტურიდან გამომდინარე, მაგრამ ალბათ აი ბიჭებიც გეტყვიან, როგორი რეაქციები ქონდათ. გიბრუნდით ისევ და ისევ ჩემს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად თქვენ პროექტ ჯეოფოლკ ტურს უსმენთ ახლა და გამოგზაურეთ მთელს მსოფლიოში, ევროპიდან დაწყებული აზიის ჩათვლით და სწორედ აზიაზე საუბრით გავედით რეკლამაზე და მინდოდა რომ ბიჭებისგან მომესმინა ის ემოციები, რომელიც იაპონიაში კონცერტის თუ ჩინეთში კონცერტის შემდეგ იაპონიაში იმედია რომ ძალიან მალე ხდება. არც ეიტვი არ შემპარვია ისევ ამბობდი ამ სიტყვებს რომ ეს სიმღერა იყო იაპონიის
ამიდან გვაქვს გეგმაში კორეული, კი არა და ჩაწერილია უკვე და მალე კლიპსაც შემოგთავაზებთ და მიგვაჩნია რომ აი ასე მუსიკით შეგვიძლია მთელი მსოფლიო შემოვიაროთ და მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ქართული მრავალხმიანობა. იმათ რეაქციებიდან ვხედავთ რაოდენ დიდი დაინტერესება ვინც არ იცის საქართველოს იქვე ინტერესდება, იქვე ნახულობა ჩვენ მაგალითად ჩინეთში რომ ვიყავით იმათ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტურისტულ ადგილას შუა ქუჩაში პარკში დავდექით ვიმღერეთ და ვინც კი გარშემო იყო ჯერ ხო ართვანებული იყო და აი ბიჭები დამედასტურებენ რომ მართლა საოცარი რეაქციები ქონდათ. ეგრევე შეძვნენ ინტერნეტში რა არის საქართველოს სად არის გიგა ფანტასტურები ბეჟან მე მერგოცილად მედი აბა გითხარი ორი სიტყვა მოკლედ ჩვენ ჩინეთში მეორე მოგზაურობა ქონდა გასულ ზაფხულს და ისევე როგორც პირველი მოგზაურობა და პირველი ემოციები იყო ბევრად განსხვავებული იყო პრინციპში, იმიტომ რომ ახლა უფრო მასშტაბური გასვლა იყო და იყო ძალიან 5 კონცერტი ჩავატარეთ, 5 სოლო კონცერტი, იყო ძალიან დიდი აუდიტორია. თუ არ ვცდები 3000-დან 5000-მდე აი ასეთი რაოდენობის დიდი დარბაზები და ვერ გამოვარჩიოთ ისეთი დარბაზებზე იყო საუბარი, ანუ ერთი მეორეზე უკეთესი დარბაზები და ადამიანი რო ინატრებს, მუსიკოსი რო ინატრებს რა და ჩვენ ამ ხრივ ძალიან გაგვიმართლა და რა ვიცი, პირველ რიგში ის გაგვიხარდა რომ აუდიტორია იყო ძალიან ამყოლი და ძალიან დიდი შტაბ-ჭრილება დატოვა აი ჩვენმა ქართულმა მრავალხმიანობამ და არა მარტო ქართულმა ჩვენი ხელწერით შექმნილმა სხვადასხვა ქვეყნის სიმღერამ. მათ შორის თავისუფალი ელჩები აზიაში, ესე იგი, მუსიკალური ელჩები. ძალიან კარგი, თუმცა საქართველოში თქვენ მგონია, რომ ძალიან მოთხოვნადები უნდა იყოთ წესით, ისეთ საინტერესო და ისეთ მიღებებზე იქნება ეს თუ ღონისძიებებზე სადაც კომპანიებთან დიახ ეს არიან ძირთად უცხოელები ვისაც უნდათ რომ უფრო ესეთ საინტერესო გზით გაეცნონ და შტაბ-ჭრილებები მიიღონ ქართული მუსიკისგან და კულტურისგან ეს არის ვორქშოპები ქართული მრავალხმიანობის ძალიან ინტერაქტიული საინტერესო ეს არის რა თქმა უნდა ქორწილები ძალიან უყვართ უცხოელებს ქორწილებში ქართული მრავალხმიანობისა და ცეკვის ხილვა და ეს არიან კომპანიები რომლებიც თავისი თანამშრომლობისთვის team building ასე ვთქვათ გართობის მიზნით თუ რაღაცა ახალი უნარების შეძენის მიზნით უწყობენ ასეთ საინტერესო გამოცდილებებს და ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ესეთ რაღაცებში მონაწილეობთ. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი არის საქართველოს საზღვრებს მიღმა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და შეიყვაროს საქართველო. და გვესტუმროს. აუცილებლად, რა თქმა უნდა. თითქმის ყოველთვის ძალიან საინტერესო გადაცემა, თითქმის ყოველთვის კი არა, ყოველი 4 ხდებათი ძალიან არტისტული და განსაკუთრებული მაქვს, თუმცა დღეს იყო მართლა მრავალფეროვანი ძალიან ბევრი რამე გავიგეთ ამ ახალი პროექტის შესახებ და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ როგორც ცოცხალი შესრულებით გვასიამოვნით, ასევე იმ სიახლეებით, რომელიც გაგვანდეთ და გაიგო ჩვენო მსმენელებმა. მინდა წარმატებები გისურვოთ და ყოველ ჯერზე გელოდებით ჩვენთან. დიდი მადლობა. აზიის ნებისმიერი ქალაქიდან დაბრუნების შემდეგ რადიო იმედის კარგი გიტოვებთ ქართულ კომპოზიციას ჯეოფოლკლორის შესრულებით, როგორც თქვა ჩვენ პირველ რიგში ქართველები ვართ და საქართველოში მყოფებით და ესე იგი როგორც არის კერძოდ ასევე რაჭაში მიღებული ტრადიციით, რადგანაც ახლა ჩვენ ვახსენეთ რაჭაც, იმიტომ რომ სწორედ იქ დაფუძნდა ეს ჩვენი პროექტი. რაჭულ ესეთ ავთენტურ სიმღერას შემოგთავაზებთ. ამ ჭერს დაგილოცავთ, ამ სტუდიას, ამ სახლს დავლოცავთ მოკლედ. დიდი მადლობა. აი ხო. Ore